გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში საარქივო დოკუმენტები დამუშავდა. დახარისხდა და საარქივო ფონდის სივრცე განახლდა. სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა მარიამ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, 2024 წელი არქივისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. მისი განმარტებით დამუშავდა ქვეყნისთვის ღირებული საარქივო მასალები. მარიამ გაჩეჩილაძის განცხადებით, ეროვნული კვლევითი ცენტრი უნიკალურ არქივს ფლობს, რომელიც მუდმივად განახლებადია. ორგანიზაცია, რომელიც დაარსებული 1951 წელს, მისი დირექტორი იყო ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი. წლების მანძილზე ჩვენი ორგანიზაცია ეწეოდა სამეცნიერო კვლევით სამუშაოს. ომის დროსაც კი უწყვეტად მიმდინარეობდა ექსპედიციები, ჩამოტანილი იყო უამრავი ფოტო და საარქივო მასალები, რაც გულისხმობ ნახაზები, რომლებიც ადგილზევე სრულდებოდა და ფლობდა უნიკალურ არქივს. მაგრამ მოხდა ისე, რომ თბილისის ომის დროს 1991-12 წლის მიჯნაზე შენობა ჩვენი დაიწვა და მთელი ეს არქივი თითქმის კი არა სრულად განადგურდა. გადარჩა თითოეულ რამ. შემდგომ რა თქმა უნდა ჩვენ მაინც გავაგრძელებთ არსებობა და დღემდე ვაგრძელებთ ასევე უმძიმეს პირობებში, იმიტომ რომ არ შეწყვეტილა სამეცნიერო კვლევებისადმი დამოკიდებულება და უდიდესი ეროვნული საქმის გაგრძელება, მაგრამ მატერიალური ბაზა, როგორც ასეთი დაწესებულებას აქ იმდენად მწირი, რომ შემოსული არქივები, რომლებსაც ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ მოვიზიდოთ, იგივე ჩვენი თანამშრომლების იქნება თუ სხვადასხვა არქივები, ითხოვს განსაკუთრებულ ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ის სათანადოდ იქნეს დამუშავებული. მოხდა ესეთი უნიკალური შემთხვევა, რომ ჩვენი ეს გაჭირვება მივიდა ჩვენი გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახის ყურამდე, ქალბატონი რუსუდან ფიფია ჩვენი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ფინანსური დახმარება გაეწიათ ჩვენთვის ზუსტად აი ამ კუთხით, რომ ჩვენ სათანადოდ მიგვახედა აი ამ ჩვენ სივრცეში არსებული არქივისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმიტომ რომ განუყოფელი ნაწილია სამეცნიერო სამუშაოსი. და მე ეს მასალა მარტო ჩვენი დაწესებულებისთვის კი არ არის ღირებული, ეს არის ზოგადად ქვეყნისთვის უძვირფასესი მასალა, არა მარტო ხელოვნებაცოდნეებისთვის, არამედ სხვა ტიპის მეცნიერებებისთვისაც, იგივე ისტორიკოსებისთვისაც, ფილოლოგებისთვისაც და უამრავი სხვადასხვა მეცნიერი შეიძლება დაინტერესდეს ამ არქივებით. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს საარქივო განყოფილების თანამშრომლები ნოდარ არონიშიძე და სალომე ბუჩუკური უძღვებოდნენ. ამჟამად ფონდი 24 მკვლევრის არქივს ითვლის. საარქივო დოკუმენტები მოიცავს ბიოგრაფიულ და საზოგადო მოღვაწეობის ამსახველ მასალას, სამეცნიერო ნაშრომებს, ჩანახატებს, ნახაზებსა და ფოტონეგატივებს. ჩვენს დაწესებულების არქივში ინახება სახელმწიფო სკოლის დამაარსებელთა, ძველი თაობის ბატონი გიორგი ჩუბინაშვილის, ნიკო ჩუბინაშვილის, ლეო რჩეულიშვილის, თინა ვიჟსალაძის და სხვათა გამოჩენილ ხელოვნებაცოდნეთა პირადი არქივები, ასევე უკვე შემდგომი თაობის ბატონი დიმიტრი თუმანიშვილის, იუზა ხუსკივაძის, რომელიც უკვე ჩემი თაობის მასწავლებლებს წარმოადგენდნენ გიორგი ჩუბინაშვილის პირადი არქივის ნაწილი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაწილი უშუალოდ ჩვენს დაწესებულებას გადმოდის, ამიტომ მასთან ძალიან მრავალფეროვანი მასალაა, იმიტომ რომ არის ორიგინალი ხელნაწერები, სხვადასხვა ენაზე შესრულებული. საკმაოდ ბევრი არის გამოცემული, მაგრამ უმეტესობა არის გამოუცემელი. ამით არის აღსანიშნავი და საყურადღებო, რომ ეს მასალები საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს, იმიტომ რომ ისეთი უნიკალური მასალაა, მაგალითად ჩანახატები, კროკები, ნახაზები, ძეგლების, შუა საუკუნეების კეთილის მხატვრობის ჩანახატები, რომელიც შეიძლება დღეს ან დაზიანებული ან სრულად უკვე გამქრალის კი იყოს, ხო? და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მობილიზება გავუკეთოთ, გავაციფრულოთ, ელექტრონულ ვერსიებად ზევიმუშაოთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ამიტომ საკმაოდ მრავალმხრივ მოგვიწია მუშაობა.